მუსიკის წერას რომ ვიწყებდი, ზუსტად ასეთ ადგილზე ვოცნებობდი. წლების წინ ერთი ოთახიც არ მქონდა, სადაც ფიქრს და სიმღერების ჩაწერას შევძლებდი. დღეს სტუდია მაქვს, მაგრამ სიმღერებს ვეღარ ვწერ. უпростоრად ვწერ, თუმცა ვერაფრით ვაძლევ საბოლოო ფორმას. პროცესი, როგორც წესი, ასე მიდის. ვწერ ახალ სიმღერას, თავიდან მომწონს. მერე კი ვიწყებ ფიქრს, რომ რაღაც ისე ვერ არის. საათობით ვზივარ და ვფიქრობ დრამის თითოეულ დარტყმაზე. ვამატებ ან ვაკლებ ეფექტებს. ვუცვლი სიხშირეებს, ბოლოს კი პროექტი ისევ დაუსრულებელი სიმღერების ფოლდერში ბრუნდება, სხვებთან ერთად. საკუთარ თავზე ვბრაზდები, სხვა მუსიკოსებზეც მეფიქრებ. ასეთ მდგომარეობაში კარგია ხვის მუსიკას მოусმინო. დროს კი კარგავ, მაგრამ თან თავს იმშვიდებ, რომ რაღაცას სწავლობ. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვუსმენ ქუთაისური ჯგუფის სკაზის ალბომს მახე. მათი მუსიკა რაღაცნაირად დასრულებულად ჟღერს და ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ამ ყველაფერს მარტივად, ზედმეტი ფიქრის გარეშე ახერხებენ. იქნებ სწორედ ასეთია სრულყოფილება, უხეში, გულიდან წამოსული და დაუმუშავებელი. ამ ყველაფერზე ფიქრში სტუდიაში რაც წრეებზე მივლია, ეგ მანძილი რომ აზომო და რუკაზე დაიტანო, ალბათ ქუთაისამდეც ვიქნები ჩასული ფეხით. ხოდა, მართლა ეგრე ხო არ მოვიქცა. ჩავალაგო მიკროფონები, ხმის ჩამწერი, კამერები და წავიდე. ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი. პრობლემები უმოქმედობით და თვითგვემით არ გვარდება. თანაც აღარც კი მახსოვს ბოლოს, როდის ვიყავი ქუთაისში. ამ ფიქრებში დავტოვე თბილისი და პასუხების ძიებაში დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას დავადგინე. რა თქმა უნდა, სკაზის მუსიკის თანხლებით. ნახოთ, რას მიმზადებს წინ ეს ერთი დღე. საბა და ნოდო ამ ერთი შეხედვით დანგრეულ და მიტოვებულ ადგილას მელოდებიან, რომელსაც მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქ სურდათ მათ კულტურული ცხოვრებისა და ახალი თავშეყრის ადგილის შექმნა. ბიჭებმა რა თქმა უნდა არაფერი იციან ჩემი შემოქმედებითი კრიზისის შესახებ. არც მე ვაპირებ ღიად ამ თემაზე საუბარს. ეს ის ჩონჩხია, რომელიც კარადაში კარგად უნდა გადავმალო. სიმბოლურია ძალიან ეს ადგილი, იმიტომ რომ გაჩვენეთ ჩვენც რო გაჩვენო და გათვალიერებიო. თუ შეამჩნევდი შემოსასვლელში, რომ ბევრი ბლოკი და აგური მუშავდება და აკეთებენ და იდეაში სახლებისთვის და ახალი ბინებისთვის და ახალი კორპუსებისთვის. ეხლაც ანუ. ეხლა დღემდე მუშაობ. ხო და ეგაა ძალიან სიმბოლური, რომ ღვთისგან მივიწყებულ ადგილში იდეაში მომავლის საშენებლად რაღაცებს ჩალიჩობენ რა. მაგრამ ადრე სხვა რაღაც ხდებოდა. ელექტრომექანიკური ქარხანა იყო ეს. ეხაც მუშაობენ ბაბუები აქეთ რა. ჩვენც აქ ვატარებდით. ხო და ეგ არის ყველაზე საინტერესო ამბავი რა. რაღაც კულტურული თავშეყრის ადგილი გინდოდათ რომ ყოფილიყო ეს, ხო? კი, მიტინგებს, სერიებს ვაკეთებდით. ჩამოყავდა მწერლები, მუსიკოსები. ხონდა თავიანთი წიგნის პრეზენტაცია. 27 ნოლორი. კი. თან პრინციპში თქვენს მუსიკასაც და ზოგადად შემოქმედებას ყველაფერს უხდება ის ამბავი, რომ აი ცოტა ძველი ნანგრევების ამბავია, ცოტა ვიდეოც ერეკლესთან ერთად კლიპი რაც ყავს. დღემდე სიმღერა აი ამ ტერიტორიაზე არის. აი აქ დათარეშობდა ბატონი. აქეთ ვიღებდით იდეაში დღემდე ქვია მაგ სიმღერას რა. და ეგ სიმღერაც იდეაში მაგ ყველაფერზეა. რაღაცა თითქოს თან რაღაცა აწყვოზე რომელიც შიც ხარ თან და თან მაინც წარსულში ხარ, იმიტომ რომ იგული რო გაიხედო, ხოლმე წარსულის ნანგრევებს ხედავ და რაღაცა Last of Us-ი როა თამაში. აი, ცოტა ეგეთი ამბავია, რომ აი სადღაც აქ უნდა უმალებოდეთ რომ ხედავ ხეები ამოვიდა და ეს. ამეკვიატა თქვენი მუსიკა და არა მარტო მუსიკა, ყველაფერი რაღაც წავიკითხე, მოვისმინე, ვნახე და ვერსად ვერ ვნახე 27 ნოლორის მნიშვნელობა და ეს საიდუმლოა. ხო, არაფერი საიდუმლო არა, აბრევიატურა იდეაში რა. თან ორის შემთხვევით ისაც გამოვიდა, რომ თარიღიც არის, როცა დავიწყეთ ეს ყველაფერი. 27 თებერვალს? კი და თან რაღაცა აღმოსავლურ
ლიტერატურას ვეჯექით მაგ დროსთან ისტორიას და ციფრების კონკრეტულად, როცა შექმნეს არაბებმა ციფრული დამწერლობა რაღაც ციფრების ერთობლიობით, როგორც დღეს რაღაც აბრევიატურები არსებობს, მაგალითად რაღაც ციფრების თანმიმდევრობით, რაღაც სიტყვა იშიფრება, აღნიშნავდნენ რაღაც კონკრეტულ განწყობას. დატვირთვა აქვს იდეაში ეგრე, რომ რაღაც ნოსტალგიურ განწყობაზე ყოფნას, მელანქოლიურ განწყობაზე ყოფნას. ეს არის ჩვენ ძმაკაცის გიტარა. Volkswagen. ოღონ არის Volkswagen-ის გიტარა, ნახე. მანქანის ფირმა რო არის? ხო. ეს ანუ ხარხმულად Volkswagen-მა მანქანამ გამოუშვა ჩვენც პირველად ნახეთ ამას და Volkswagen-მა გამოუშვა ადრე რაღაცა სერია თავისი გიტარების და ძალიან ცოტა არის გამოშვებული, მაგრამ ძალიან გადაობა არის და თან საყვარელი გიტარა. ეხაც უკრავთ? გადაობა ისაა, რომ თან ამ გიტარას თავის დრაივი აქვს, იცი? ამას რო აწებ. დრაივი აქვს თავის სამაგერია. აქაც რო Volkswagen-ის ლოგოები აქვს შეხი. სახალხო გიტარა. Volkswagen ხო ხალხის მანქანა და ეს ხალხის გიტარაა. სტუდიაში უსმენდი რა, ჩემ ტრეკებს უსვედი, მე გადავედი თქვენ ტრეკებზე და ანუ სულ მაინტერესებს ხოლმე სად კეთდება ეს ტრეკები რა და ვიცი რომ შენ სახლში დაიწყეთ და ეხაც მან დაკეთებთ რეალურად? ანუ მანოდოსთან ახლა როცა თბილისში ვართ, ჩვენ ბას გიტარისტთან უკვე ახალ თბილისში როცა ხართ სულ კი ნოდოს საძინებელში. ავიდეთ ნოდოს საძინებელში? ავიდეთ. მაშინ წავიდეთ. ეს მეგო ეს პრივილეგია რომ ნოდოს საძინებელში სულ მალე იმოთახს ნახავთ, სადაც სკაზი საკუთარ მუსიკას ქმნის. მანამდე ცოტა ხნით ქუთაისურ საცობში გვიწევს ყოფნა. მე არ მივლია მუსიკალურში. მუსიკალურში დავდიოდი მხოლოდ იმის გამო, რომ სარეპეტიციო ოთახი იყო. ჩემი წინა ან ბავშვობის ბენდის წევრები იქ სწავლობდნენ რა და რაღაც ოთახს გასაღები ჰქონდათ მოპარული რა. ანუ ხო, ჯაზმენები და ერთადერთი ადგილი იყო, სადაც კომბები ელაგა და დრამი და ღამე შევდიოდით ხოლმე, ვიპარებოდით რომ მორჩებოდა ეს სწავლა და უკრავდით რა დილამდე და რავი იქ რათაც რამე ხდებოდა. რა აზრი არა აქვს, სადაც არ უნდა წახვიდე იმნაირ საცობი. ქუთაისში საცობი. ხო და ეგ ძალიან გამიკვირდა. შენ კი ამეს გამიკვირდა. მაგრამ იცი რა არის? მე მგონი არა სიგნალებთ ქუთაისში თუ ეხა არა სიგნალებთ. უბრალოდ აი ხა აზრი არის. წარმოიდგინე, ასე გიჟია, რომ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ციხე იყო, წარმოიდგინე. სადაც სტალინი იჯდა. თან წინ პირდაპირ სარიტუალო მომსახურება ჰქონდათ. ჯო ჰიპ-ჰოპს უსმენთ? ანუ რა როგორ ძალიან აქტიურად თან კი. ესეთი ბენდი არის ნიკაპი რა. აი ეს ტიპები არის. ირლანდიელები? იტალიელები. ჩრდილოეთ ირლანდია, არა, ჩრდილოეთ ირლანდიელები. ეს არა, წითელი არა, წითელს გავდა ხო? ელექტროპანკი. კი, პანკია იმენ. ან ძალიან პოლიტიკურ მუსიკას რო აკეთებენ ირლანდიელები. ხო და ძალიან Fontaines DC-ს რო Fontaines თავის რაღაც რომანტიკული ჟღერადობით და მე რაღაც მელოდიურობით ეგენის კი I love you აქვს სიმღერა. კი, ძლიერეს ყველა სიმღერა. შეგონია რომ ვიღაც გოგოს და ირლანდიაზე რომ ღების ტიპი ან სააგირები არის. აუ, და ეგენის ხო ის პოეტები ყველა. კი, კი, კი. ეკომ გვიძრო ეგ. შენც პოეტი ხარ, უბრალოდ ჯერ არ აღიარებ. ხო ხვდები, თამდაბალი ის არის. წავედ. ეგ არის. ის სივრცე, რომელშიც ბიჭები მუსიკას წერენ, ერთი ჩვეულებრივი ოთახი აღმოჩნდა. პირველი კითხვები აქ გამიჩნდა. ნუ თუ შესაძლებელია კარგი მუსიკის ჩვეულებრივ ოთახში კეთება. რა და ანუ კომბიდან ვაკეთებდით რა. მოიცა. კომპში უსმენდი? ხო, კომპში უსმენდით და იქ მიქსაუდით და იქ ვაკეთებდით ყველაფერს. აღარ წვალება. კი, მანამდე არანაირი შეხება არ გქონდა რა, ვაფშე პროგრამასთან, სულ ლაივში მე უკრავდით. კომბი გავასუხარეთ ბათუმში, ნისია გქონდა ერთ-ერთ ბარში და კი, და ბარში გავუსვამთ. ეს კომბი იდეაში წავუდგა. სასმელში. აი მე რო ნისია გქონდათ ეს ეგეა. ბიჭო, მეტი არა, ქონა, ანუ მეტი კომბი იაფი. ხო, და ეგ კომბი ვაფშე 150 ლარიანი კომბი. პატარა კომბი იყო. აი ასე. ეგ კომბის იქიდან გავაძრეთ, რომ ამან მიუტანა ხელოსანს ქუთაისში თავისი კომბი, მარშალის კომბი ქონდა, რომელიც ძმას შემთხვევით გადაეცვა, ხო. ეგ ისტორია ვიცი. ნიკასთან დაბახალოსან მერიდებოდა თან, ანუ კაცს ვეღარ და ეგ კომბი გამოვატანა. 3-4 თვე ხო ხდებ ცეხი დაეწვა კაცს და მაგრამ ნუ ბოლოს ანუ ვეღარ ანუ არაფერი აღარ მქონდა. ყველაფერი არ გაგიყვარა. ხო. ეხა მე აი მემორიალს და ტალღას რო ვადარებ. იმიტომ რომ მე ტალღას და გულწრფელად მეგონა, რომ ტალღა სტუდიაში ჩაწერეთ სადღაც. ანუ ისეთი კაი ჩანწერია, რომ მართლა მეგონა, რომ
სადღაც შეხვედით და ფიქრობდი რომ რომელ სტუდიაში ჩაწერას. იქ დრამი ცოცხალი არ არის ტალღაში? იმისა პლაგინი, მაგრამ ანუ კარგად არის დამუშავებული. ეგ ჩვენ ბას-გიტარისტთან დაფიკოსთან სახში და იმასაც კაი დინამიკები უდგას თან სახში და იქ ვიმუშავეთ და თან გიტარისტიც ვინც ყავს მეორე ისიც კარგად მუშაობს ასევე ეიუპტონში კოკოკი ჯერ ეიუპტონში ვწერთ ინსტრუმენტალს მე ეიუპტონიდან ეს დაბალანსებული ინსტრუმენტალი ამოგვაქვს ერთი აპლიკაცია არის მობილურში ბენდლები ქვია რა ის ბენდლებში ვაგდებთ ვოკალებს მანგვადებთ ნახეთს მემორიალს ყველაფერიც მობილურში მობილურში მღერი ვოკალები და არადროს მიკროფონი არ გამოგვიყენებია და პროგრამაში ხო და ეგ რამე ის არის რა ქვია ანუ შემოქმედებითი გადაწყვეტილება რომ ჟღერადობით თავიდან რომ დავიწყეთ უბრალოდ არ გქონდა რა მიკროფონი და მაგიტო დავიწყეთ მე ბენდლებში თან ანუ ბენდლები რა იგი ორღარ დაუბრა ეფექტები აქვს ფასო რაღაცები მარტო ეფექტები რა მე მუშაობდი უცხოეთში მეგობრებთან რომ რაღაც ერთად ვაკეთოთ რაღაცები რომ შენ რაღაც დაამატებ ის იქ რაღაცას დაამატებ და მე თან ბენდლებს თავისი ისა აქვს რა ქვია უფასო მასტერინგი რა და ვოკალთან ერთად ამ მასტერინგში ვატარებს და იმას ვაჭერდით და ეგ გამოდის რა. რაღაცა დაასდევს, აი ხარვეზი ცუდი სიტყვაა, მაგრამ აი პოსტ-პანკსაც რაც ზდევს ცოტა რა, ცოტა. აი უხეში. აი თითქოს თავისუფლება გქცევა, რომ თითქოს ცოტა ძალით ცოტა მეტი დისტორშენი აქვს, ცოტა ძალით დააზია. მეტი რევერბი და. ხო, რაღაც ეგეთ. აქეთ უფრო აღარ უკვე. ნუ მახეს რა ეგ просто იმიტომ რომ უფრო კარგად ისწავლეთ ეიბლტონი და რაღაცა თუ просто მუსიკაც განავითარეთ და გინდათ რომ უფრო რაღაც აი ჩემი აზრით პროგრამა შევისწავლეთ უფრო რა ანუ თავიდან რომ რაღაც ტრეკს ვაკეთებდით და ვწერდით ანუ არანაირ სიხშირეს არ ვშლიდი არაფერს პირდაპირ გაშვება როგორიც იყო რა და უკვე რომ იმაზე გადავერთოთ რომ მუშაობა დავიწყეთ თითოეულ რეკორდზე ჩანაწერზე და რაღაც ანუ რა თქმა უნდა უფრო სხვა ხარისხით ჟღერს და სხვანაირად ისმინა. არა მოგწონთ რა თქმა უნდა ის. ანუ არ გაკლიათ რომ ისე ანუ ხელოვნურად აღარ ცდილობთ რომ ისევ გააფუჭოთ რაღაცები. თუ პირიქით კარგია რომ ესე. თან კოკოც ერკვევა კარგად ის დრამებზე კარგად მუშაობს და ეგეც რო დაგვემატა აი დრამებზე მაგანაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა რა. მოსმენილი მაქვს თქვენი სხვადასხვა ინტერვიუები რომ ეგრე ამბობთ რომ რაღაც გაგვისტორდებოდა მოგვიწონებოდა და კი დავდეთ რა. ხო და მეც ვიყავი ეგრე. 2013 წელს მახსოვს რომ Bear Fox-ი მე და მეთქო რომ გავაკეთეთ პირველი ტრეკი. აი როგორ იცი просто მეთქოს გადავუგზავნე. იმან გადმომიგზავნა მეთქი ძალიან მაგარი. ხო არ დავდეთ რა. აი რა 4 წლის მერე 4 წელია ხო აკეთებ სკას რა. ეხაც ეგრე მარტივად უდგებით მაგ ამბავს თუ რაღაცეები დაგეწყოთ რომ აუ ეხლა არა კიდე უნდა დავამუშაო კიდე აი თუ მაინც გაქვთ ეგ სიმარტივე შეგიძლია. აი გეტყვი მაგას აი მაგალითად ბოლოს რომ ახეზე მუშაობდით გქონდა რა მაინც რომ კიდე მოვისმინოთ, აი თქვა ერთ დღეს გავაკეთეთ, ხო მეორე დღეს კიდე მოვისმინეთ, მესამე დღეს კიდე მოვისმინეთ, მაგრამ საბოლოოდ ჯამში მაინც იქამდე მივედით, რომ დიდი არაფერი აღარ შეგვიცვლია რა, გარდა გასუფთავების. ხანი არ ვიფიქრია, მაგრამ სხვა ტრეკებთან და ალბომებთან შედარებით, მემორიალი მაგალითად აქ ვიყავით 5 საათში დავწერეთ, ჩავწერეთ და თან დავდეთ ალბომი რა. ეგრევე 7 სიმღერები ყველა სიმღერა 5 საათში ჩავწერეთ და გავუშვით რა. დავწერეთ არა, დაწერილი იქამდე იქნებოდა. რაღაც მონახაზები გქონდა გიტარის. 5 საათში დაწერეთ, აუ რა ხდება 5 საათში კი რა 5 წელია სამი ტრეკი არ მაქვს დამთავრებული. პირველი უხინალექის 5 ტრეკი არის, EP არის და ეგეც ერთ დღეში გავაკეთეთ. ერთ დღეში დაწერილი ტრეკებია და დადებული იმ დღეს. ეგ მაგარი უნარი გაქვთ რა, მე მასწავლეთ. ეხა ცოტა დავდივდი უბრალოდ თუ რა. ხო და არ გინდათ, არ იფხილოთ. მართლა. ხო, გეხვეწებით, იმიტომ რომ მე ვარ როგორ იცი, აი მართლა ფოლდერი მაქვს, იმ დღეს ვღა დავდი, რომ აი ალბომი მაქვს რა. და უყურთ აი არასდროს აღარ დავდებ ალბათ. ან დავდებ, არ ვიცი, მაგრამ просто რას ველოდები არ ვიცი რა და ამიტომ თან სტილსაც ხო გააჩნია რა. პირდაპირ უნდა მიხვიდე და დადო რა. პირველი ისინი ალბომი ისეთი სტილია მაგალითად, რომ კი, დადე ეგრევე და გავუშვი და მე შეიძლება რაღაც ეხ სტილი რომ ეხ მახეზე რო სტილი შევიცვალეთ და უფრო თქვათ ალტერნატიული როკი და იმ რაღაცა ცოტა აქეთ-იქ რაღაცები შეეპარა მაგის პროცესი ხო უფრო იმას ხდება რა. ჩვენთვისაც საინტერესო იყო ის რომ მაგალითად აი თუ პოსტ-პანკს წერდით რა, პოსტ-პანკზე უკვე მიგნებული გქონდა ის თუ რა გჭირდებოდა და აი ხო აი ეს რაღაც სტილის შეცვლა და უფრო სხვა რაღაც ელემენტები რო დაემატა, ჩვენც უფრო საუნდებში ძალიან ჩავედით. ხვდებით წელი რომელი არ მახსოვს ერთი წამი.
შენი დახატული ვოდკა ტრაიმის ფანარტი არის. ეს ადიპო. კი. ეს ადიპო. აი წავიდი. ეს ვაჩუკეთან დათოცამაიას. ანუ ვოდკა ტრაიმი გიყვარდა? მე ამ ჩემ ოთახში კედელზე მაგათი და მერე დაუკარგა და დათომ მომწერა ცომაიამ ერთ დღეს რომ გერმანიაში მიდიოდნენ ტურნეში და გიტარისტი გვინდაო რომ დავიმატოთო და რომ მითხეს გავგიჟდი. ხო ეს გრევა იყო. ან ტრეკს ხვდებით რომელს უკრავ ანუ ფოტოთი ხვდებით რომელ ტრეკს უკრავ. ხო ეს ბათუმში იყო და აქ მსმენელმა დაანგრია ჯებირები. მაგარი კონცერტი იყო. ანუ მთელი მონოჰოლი დაინგრა მართლა. ბასკომბი გადაიწვა და გადმოვარდა და მაგის მერე მონოჰოლი დაიხურა ბათუმში. საყვადურების მოხდა მაგის მერე აღარ დაგვიწყო. საერთოდ ბათუმის და ვიცი რომ ამ ოთახს ბევრი მუსიკოსი უნახავს, ხო? კი, ყველაზე ხშირად ალბათ მელქო. მელქო ხო, ყველაზე ხშირი სტუმარი ამ სახლის დამოთახის. ზოგადად პირველი მუსიკოსი ვისთანაც ეგეთი კოლაბორაცია და ახლო ურთიერთობა მქონდა მელქო იყო რა და მელქოც ამ ბევრ რამეში დაგვეხმარა, ძალიან ბევრ რამე გვასწავლა და ამ საძინებელში აკეძინა სამივე ასე. კი, მელქომ პოპი შემოყარა, აი დღევანდელი პოპი, აი მელქომ ჰოსინთი, მელქომ შემოყარა კი და მასწავლა თან. საძინებელ ოთახში ტელეფონის მიკროფონით 5 საათში ჩაწერილი ალბომი. წარმოუდგენელია, რომ ის სიმღერები, რომელსაც 10,000-ობით ადამიანი უსმენს, ასე მარტივად, ზედმეტი ფიქრის გარეშეა ჩაწერილი და გამოქვეყნებული. ახლა ვნახოთ, სად იკრიბება ქუთაისის underground მუსიკა. ბირჟაცა და კონცერტებსაც ავედით. მასპინძლობენ რა. ოღონდ ბიჭო, როგორ ახარ? ლეგენდა კაცი დამოხვედა. დათო ცომაია, იგივე ბორგირა, ქართული underground სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსია. მასთან შეხვედრა ამ დღეს კიდევ უფრო საინტერესოს და განსაკუთრებულს ხდის. წამოვიდა? Yes. რამდენი წელი აქვს? 6-ია, ხო. გაფრინდა წლები. ხო იცი მე დღეს დილიდან რაც ბიჭებთან ვარ, მეც დავიწყე ფიქრი რომ მეთქი ქუთაისში უნდა გადმოვიდე. ვინა ხო არის სადმე ის? ვიშოვით რამეს. ანუ თბილისში რო გავყიდო ვინა აქ ხო? ორ სახლს. ორ სახლს თუ ვინას? სახლს. მართლა? მე ერთი რო გავაქირავო და მაგას ხო? დაიწყო. ხო ხდები რომ ორ სახლს ვიყიდი. საყვარელი ადგილი არის აქ დგომა. აქ სანამ სკაზი შემოსავალს მოიტან და აქ მუშაობდით. ანუ შენ ხარ რეალურად ხარ ის ადამიანი, ვისაც შეგიძლია თბილისური პანკ ცხოვრებაც შეადარო და აქაური პანკ ცხოვრებაც. რა იყო რაც მიხვდი რომ დავუშვათ აქ ცოტა სხვანაირია. პირადად ჩემთვის, მაგალითად, აი როცა პატარა ვიყავი და აი როცა უსმენდი უფრო ქუთაისური პანკი იყო ჩემთვის უფრო ახლო ვიდრე თბილისური. ქუთაისური პანკი ჩემთვის უფრო ჰარდკორული იყო ვიდრე თბილისური. უფრო ესეთი მჭახე იყო და უფრო თბილისში უფრო განაახლა თბილისში არ იყო ჰარდკორული, მაგრამ უფრო ძირითადად მაინც ძველ სკოლას ვიგულისხმობ, უფრო პოსტ პანკისკენ იყო მაინც უფრო ისიც ხალხებულად რა განაგარი იყო ყველაფერი. აპირადად ჩემთვის ეგ იყო. მე ის იყო რომ ძირითადად მაინც ახლა თბილისში ვიზდებოდი და იქ უკრავდი ძირითადად, მაგრამ აი განსაკუთრებულად ყოველთვის მიყვარდა ქუთაისში ჩამოსვლა და ქუთაისში დაკვრა. ორი ძირითადი ესე ვთქვათ სივრცე იყო, ერთი იყო ძველი ლამპარი ეგეთი ადგილი იყო და მეორე ეს ადგილი იყო. ხო. და მე დაჟე ისიც მახსოვს ბევრჯერ მithქვამს ყოველთვის ყველგან რომ მეთქი ქუთაისში თუ არ გაქვს მუსიკოსის დაკრული მეთქი ცხოვრება არ გაქვს ნანახი თქო რა. მართლა მაგას ალალა დღემდე ვიტყვი რომ ეგრე არის რა. და ყველა თბილისელ ბენდს, არა მაგ თბილისელს ურჩევ ქუთაისში ჩამოვიდნენ და დაუკრან. ყველას მოგიწევს. ეგ ელექტრონიკაშიც ეგრე არის ბოლო წლებში რა. მაგრამ ასევე ქუთაისურ ბენდებს ურჩევ თბილისში ჩავიდნენ და დაუკრან. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად კულტურული გაცვლა ძალიან კარგი არის და რაღაცა. ამიტომ ეს არის აფხაზური. შუახნის ასაკის შემოქმედებით კრიზისზე პასუხების ძიება ისე როგორ ჩაივლიდა გულის გადასაყოლებლად თითო ჭიქარო მარდაგველია. და თურქული ყავა. ნუ დავლიო და მე ეს ვჭამო. ბომბი. თლიანად ვჭამო ეს? კი. ამ კონიაკთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისტორიები გვაქვს, რაც გვახსოვს. ო, რაც გვახსოვს. რაც გვახსოვს. ეს ერთი აქეთ. გაგვიმარჯოს, მაშინ ქუთაის გაუმარჯოს და რა ვიცი, მე ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ჩვენთან ერთად ვატარებ და
ძველ მეგობრებს ხვდები, რომელსაც რამდენი წელია არ მინახავს. მადლობა მასპინძლობისთვის და პირიქით, შენ მადლობა. ეგრევე. აქვე ახლოს არ იყიდება სახლი. აქ ძალიან ძვირი ღირება ცენტრია. მაგაზე კიდე გესტუმრებით. დაივანი არის თან ულამაზესი. აქ გაკეთებულა სკაზი, ლეიდი ჰეროინი, ტელესკოპი. კოტესაც აქვს კი, ძალიან მელქოს რამოდენიმეჯერ. ელკო დღეს თუ თან გვდევს, ხო? ანუ მე რამდენჯერ ვახსენეთ ნიკიტა. სეროქსი ასევე, პანიკა, ბენდი, კოსმოსი. ბევრი თბილისური ჯგუფი. პანიკას შიკო ვოკალისტი, ფრონტმენი, გიტარაზე დრამერი და არის დრამზე, თორნიკეს პანიკას. გასაგებია. ვა. მელქოს როგორი ლაივი ქონდა? ანუ მარტო იყო, ხო? გაუშვა ტრეკები და მღეროდა. ნუ ყველაზე ხშირად მელქოს ქონია და იქიდან გამომდინარეც რომ ყველაზე როდესაც ცხოვრობდა და საუნდ მაგაცობდით და თუ მაგაცობთ სამდე და თან გიჟური ლაივები სულდა და ერთ ლაივზე გმირიც აღმოჩნდა რა, გოგონა გადავარდა შემთხვევით ნასვამი ხიდიდან და მელქო ჩავიდა რიონში და იქიდან გაძმოვარდა და მელქომ გაიხადა ტანსაცმელი და გაიხადა ტანზე და გადახტა რა. მაჩქმეტი ინეტრაქს. და ის გოგო გადაარჩინა რა, მოიყვანა. მოიცა ისე ჩახტა, ჩავიდა. იქიდან ნასვამი გოგო გადავარდა, გადმოვარდა და აქ მელქო შეესრო, ზამთარი იყო თან, წარმოვიდგინე. და ძმამ გაიხადა ყველაფერი, ჩახტა და გოგო გადაარჩინა ნასვამი გოგო. და მე ლაივი გააგზელა და მოიცა, ლაივის დროს გამოვიდა და ლაივამდე მე გამოვიდა ეს სუელი ზამთარში. სუელი კი და აქ ტიტლიკანა დარბოდა აქეთ. მე ლაივზე გაშრებოდა, იმიტომ ისე ენერგიას. მე რაღაც მე მგონი სპორტულები ეცვა ძალიან ცუდი. კრემის ფერი სპორტული ეცვა. ვისი სპორტულები არ ვიცი ხო? რაც ეგრევე, რაც მოერგო. და კონიაკი შეიმოსა. ისე დავთვერი ბათუმში ერთ-ერთ ლაივზე რომ ანუ ვერ უკრავდი და აი საბამ წვეთში გამომხედა და აი ხო ჩადიო რა. მართლა ვერ უკრავდი? ანუ ვეღარ უკრავდი, ისე დავთვერი და მის მერე ძალიან ვერიდები. ორნი ხო არ იყავით სცენაზე მაგდროს. სამი. და დარჩით ამ ჯოკი არა ჩვენ ნორმალია. მესმის ხო რა. ანუ ვერ უკრავდი. ხიზელი დაკვრა ყველაზე დიდი სიამოვნებაა. მე რო ვიცდია კონცენტრაცია ისედაც ხალხთან უფრო მართლა. რაღაც ეგეცა ხო რაღაც აი თინეიჯერულ ასაკში პირიქით იმ ხოთზე ვიყავი რომ ჩავარტყათ, გავხერხოთ, მაგრამ ახლა უფრო ის დავამუღამე რომ აი ხიზელი დაკვრა ყველაზე დიდი სიამოვნებაა და პასუხისმგებლობაც დიდი გაკისრია, როცა ბევრი ხალხი მოდის შენ. შენს უფრო სიამოვნებს და მსმენელთაც უფრო ასიამოვნებ, რომ სტუდიაში მუშაობისას როგორ ფიქრობ? აი მიქსისას ალბათ ხიზელი უნდა იყოს. კი, აუცილებლად. აი წერისას შეიძლება ცოტა წერისას ეხებუნებია. მაიმუნებას ხო, არა, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ცოტა გინდა რომ რაღაც სტრესი მოგეხსნას, რაღაცებზე არ იფიქრო, იმიტომ რომ ცოტა მაგას გეხმარება. კი, მაგრამ ისაა რომ ხიზელზე რაც გაგვიკეთებია, ანუ ყველაფერი კარგად რო აზროვნებ რა, ყურსაც რო კარგად აღიქვამს და დევარი თვალზე აგიჩქარდა თუ ხიზელზე. მევანი აი ისე აგვიჩქარდა. ვაფშე იდეაში არ ვაპირებდით მაგ სიმღერის ასე გამოცემას რაღაც და აი ძალიან თვალები მივედით. მე და საბა ჩემთან ოთახში. და პროსტა პროექტში შევედით შემთხვევით დევარის პროექტში და ან თავი დავარტყი თუ ხელი არ მახსოვს რა და მე პლეიზეს დაგვეჭირა თან თავისით გააკეთა რა ემტორმა დაჭერა და უზე პამ ცოტა მეთქი ეგ დაახლოებით ექსაიდი მორ არის რამდენით აჩქარა 200 BPM-ი არის და ხო და აი რამდენი იყო იქ ალბათ 80 BPM-ი ძალიან დუმერული რა ანუ ძალიან შორის ძალიან ლამაზი არის ნელი. არა, ჯერა. აი, ლამაზესია, მაგრამ შეუძლიათ ჩვენ YouTube-ზე მოსვლენა შესაძლებელია. აკუსტიკური ვერსია არის ხოლმე. ასე ვიდევს. ხო და ეგ შემთხვევით ძალიან ხშირად ან თქვენც გიყვართ ეხლა რაც შეგატყეთ დღეს და მეც ვამბობ ხოლმე ეგრე რომ აი ეგ შემთხვევით ხდება. არ ვიცი, მე არ დამიწერია ეს სიმღერა. რაღაცა არ ვიცი, აი ხო, მაგრამ რეალურად ხო არის ბოლომდე ეგ შემთხვევითობა თუ ანუ თან შემთხვევითობაა ვითომ. თან შემთხვევითობაცაა, მაგრამ რაღაცა სხვაც არის რა. შენ გახარ, შენ ზიხარით და შენ ბოლო წაშლიდით რა სიტყვაში ჩადიყო ყველაფერს. ანუ თლად ეგრეც არ არის რა. ანუ შემთხვევით ყველა ვერ დაწერდა მდევარს. ამის თქმა მინდა.
იქნებ ეს შემთხვევითობა პირიქით. შემოქმედებითი გამბედაობაა, რომელიც ხშირად გვაკლია ადამიანებს და არა მხოლოდ მუსიკოსებს. სკაზი ბედავს იმას, რასაც ვერ ბედავთ ჩვენ, ზედმეტი არასასურველი ფიქრებისა თუ სხვა მიზეზების გამო. ბრაზო ფიქრობდი რა, აი თქვენ ახლა ხო ხართ ცნობილები. რა შეიცვალა რა, მაგალითად მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა, აი რა გაგებით, რომ რაღაცას უფრო მეტად ფიქრობთ, რას საკეთებთ, როგორ აკეთებთ, რას ამბობთ, როგორ იქცევით, თუ არაფერი არ შეუცვლია იმას, რომ მაგალითად რაღაც 100 მოსმენის მაგალითად 2 მილიონი მოსმენა აქვს მდევარს სიტყვაზე. იდეაში სათქმელი რაც მანამდე იყო და თემა უმეტესად ის ირგვლივად ტრიალებით დაწერით მუსიკას რჩება იგივე. უბრალოდ იცვლება ალბათ დამოკიდებულება და კი პასუხისმგებლობაც მათ შორის, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი უსმენს ამ ყველაფერს და იზიარებს შენთან ერთად, ბუნებრივია. ხო, იცი უფრო აი ყოველდღიურობაში გულისხმობ. შემოქმედებაში კი არა, მაინც და მაინც. აი, ეხლა აი დრო დადიხართ. ისევ თქვენ მშობლიურ ქალაქში. ყველაზე მეტად ალბათ რაც იცვლება და რაც შეიცვალა ისაა, რომ და ყველაზე მეტად რაზე ვცველავთ, რომ აი დედა ჩვენებს, მაგროვანერიულებს ახსირვავთ რა. და ეხლა რაც დაუბრუნდი ბოლო პერიოდი ქუთაისში. აქ ქუთაისში რო ხო, მესმის ხო. ნოდოს უყვებოდი რა. თითქოს თავიდან გავიცანი ჩემი ოჯახით ხო, იმიტომ რომ 8 წელი ნახევრად თბილისში ვიყავით და მესმის ხო, ნუ ეხლა თავიდან ყვებით ისტორიებს და თავიდან ვიცნობ თითქოს ერთმანეთს. ეგ თემა არის რა, დანარჩენი რაც დადებითი აქვს ამას ის რომ მეტი ახალი მეგობრის შეძენა და ეგ იცვლება, ეგეთ რაღაცები იცვლება რა. რუსთაველის გამზირი იყო გადაკეთებული და ეს ყიდიდნენ რაღაც ბამბის ნაყინებს, შოკოლადებს, რაღაცებს და შეინობდა ხალხი. მაგრამ ეხლა აბას თავისი მინუსი იყო და კარგი კი იყო, მაგრამ მანდ ეხლა რა ხდება? მაშინ ვიყავი როკერი რა. და როკერი აი რას ნიშნავდა იცი იმ პერიოდში, რომ აი ჯაჭვი მეკი და როკერებზე ბრძოლა იყო გამოცხადებული, რომ ეგეთი წარმოდგენა იყო, რომ როკერს შეგვიძლია ტელეფონი წავართვათ, დავჩაგროთ, იმიტომ რომ როკერია ეხლა გზელითმა აქვს რაღაცა და სულ ჩხუბობდით, ანუ ყოველ შაბათ კვირას ერთი ჩხუბი მაინც არ იყო. ხო და ეხლა რო ვუყურებ რა, აი თუნდაც საყურიანი ამბავი რა. მე მგონი ვაფშე აღარ არის, ხო ეგ? აი ეგ დაყოფები არის, რომ აი როკერები ვებძვით რეპერებს და ადრე მე ვიცი ერთი ისტორია გამახსენდა როკერებზე და რეპერებზე. ჩვენ უფროს მეგობრებს აქვთ რა, მონაყოლი აი რაღაც პანკები, ქუთაისელი პანკები და ქუთაისელი ჰიპ-ჰოპერები რო იყვნენ. ანუ რა თქმა უნდა პანკებს ხო აკუსტიკური გიტარებით ქუჩაში რაღაც პახაობა რო ხოჩი იყო და ჩვენო პახაობდითო და რეპერებთანო ხაჭაპური მივქონდაო და რეპერებიო პლანს გვაძლევდნენო რა და ასეთი ურთიერთობა ხონდა პანკებს და ჰიპ-ჰოპერებს რა. არა, ეგ ჰარმონია იყო. დღემდე არის ქუთაისშიც. ვინც და არა მარტო ქუთაისში წყალტულოდანაც ან დიდი მაგარი თაობა იყო და არის რეპერების და სულ დღემდე ჰარმონიული ურთიერთობაა რა თქმა უნდა და შეიძლება რაღაც ბევრი რამის რაღაც მიმართ როგორც სხვა ადამიანებთან განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ ერთმანეთის მუსიკას ყველა პატივსცემს და ერთმანეთის ვიზუალსაც. ის რაღაცა არ არის, რომ აი რაღაც კონფლიქტები არსებობდეს პანკებსა და ვიღაცეებს შორის. ეგეთი რაღაცები აღარ არსებობს. უმეტესად როგორც ყოველთვის ვისთანაც შეიძლება რაღაცა სახის კონფლიქტი არსებობდეს ვიზუალის გამო, შეიძლება მიმსმენელი ან მუსიკოს გამოიყურებოდეს სხვანაირად. ისე ვიღაც გამლელთან ან ვიღაც ადამიანების ჯგუფთან ქუჩაში შეიძლება იყოს, რომელმაც თავისი არასაჭირო აზრი უხეშად დააფიქსიროს ხმამაღლა შენდამი და მე ამას მოყვება ხოლმე გარკვეული. რაც პირადად კარგა ხანია, მსგავსი გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ხო მესმის უფრო პატარა თაობაშიც მესმის და მოდის ამდენს. თქვენ მე მახსენდება ჩვენ მაგაზე მგონი არ გვისაუბრია. 2019 თუ 20 წელი იყო თუ რაღაც რო იყო თბილისში მოხდა ეგ ამბავი, ხო? 19 წელი იყო. ეგ ანუ ერთჯერადი ამბავი იყო, რომ აი რაღაც
არ იყო ეგერჯერადი ანკეტთან ამბავი, ეგ მოვიდნენ. იყო სულ რა, რაღაც წლები იყო ეგ დაპირისპირება და თბილისში განსაკუთრებით, თბილისში. ის მომენტი, ოღონდ როცა თბილისური ამბავია, ხო? მე სხვა ის ქალაქებსაც მომენტი, როცა დაინახეს, რომ ღიაცის ქვეშ სადღაც მინდორზე ლაივი იყო, ალბათ მაგიტომ მოხდა ეგეთი ამბავი მან და ეგეთ დაპირისპირება მაგიტომ გადაწყვიტეს და მაგიტომ გადადგეს ეგ ნაბიჯი, რომ თქვენ გქონდათ ფესტივალი, თქვენც უკრავდით, ხო? კი, ანარეკლით უკრავდი მე და საბა გერჩით უკრავდა მაშინ. ბურგირასთან ერთად, ხო? ბურგირასთან ერთად, კი. ბურგირა დრამზე? კი. მაგრამ შენ გერჩ ვოკალისტი არ ვარ ყოფილიყარ. კი, კი. ვოკალისტი იყავი მაგ დროს? პირველი ვოკალისტი იყო პირველი საბა. ვოკალისტი შენ ხარ გერჩი. კი და რაღაც სიმღერა თქვენ ტრეკზე იყო ეგ, ხო? რაღაც მაგას აგორდა ეგ ამბავი და რაღაც ბავშვების ჯგუფი იყო უმეტესად არასრულწლოვნებისგან შემდგარი, რომელსაც ვიღაც ბიძერები ედგნენ თავში და რაღაც მითითებებს და ის ურეცხავდნენ ისინი სახლში იჯდნენ არასრულწლოვნებს ალბათ კონცერტი გაკეთდა და გამოვიდნენ ეს დაგვადგნენ თუ რაღაცა კონცერტზე ტრეკს ერქვა გეორგიენ უბრალეს, ხო? ყარს იგი და ხო, ყარს ერქვა და მაგ ფრაზას იყენ. და ეგ შენი ვოკალი არის მაგ? კი. აი, რას ვიცი, და მოსმენი მოხდა. ვაფშე ვა, რას მე ერთი ამბები იყო მანდ რა დაჯგუფება ანუ ვინ იყვნენ თუ რა? ეგრეთ წოდებული ნაცისტი პანკები რა. ხო, ნაზი პანკს ეგრე ეძახიან, პანკები, ტიპები რომლებიც პანკს უსმენენ. პანკს უსმენენ, ოღონდ უფრო მარჯვნივ ვარ, ძალიან მარჯვნივ ვარ, ხო, ხასიათი დაყვებოთ თან და რაღაცა ვიღაცებს ანუ ეს მუსიკალური ჟანრის და ჟანრობრივი დაპირისპირება კი არ იყო რომ რაღაც სხვა რაც იდეოლოგიური ხო, უფრო იდეოლოგიური ამბავი. მაგაშია რომ ვიღაცები მოვიდნენ ისეთ პანკ ჯგუფების მაისურებით მაგათგან რომ პირიქით რომელიც ეცინააღმდეგა მაგათ სტუდია ხო. აუ, იმედია რომ რავია, მე ძალიან ის მაქვს ხოლმე რა საქართველოში ცხოვრობ და ისედაც ისტორიულად მე ვარანცოვზე ცხოვრობ და რავი ანუ 10 ადამიანიდან 3 სომეხი იყო, 2 ქურთი, აი მართლა იეზი, ანუ აი ყველანი შერეულები იყო, მე ეგრე ვიზდებოდი ხა. ან რაღაცა იმაზე საუბარი. ეგეთ ქალაქია და ეგეთი ქვეყანა არის და მე მოყვა ცუდი ამბებს იყო მანამდეც ვიტალი საფაროვის ჟურნალისტის საქმე და ასე შემდეგ. ანუ დაახლოებით ერთ პერიოდში იყო ვიტალის საქმე რამოდენიმე წლით სამი. ხო, მაგრამ რაღაცაად ისე ის ხო, პოპულარული გახდა უფრო და უფრო შემდეგ თაობებში და ეს დღემდე არის, დღემდე ბავშვები რო იზრდებიან თან რაღაც ასაკი არის რა, ასე ხვდები, ვისაც ხვდები დღეს ეგეთ ადამიანს, ყველა მაინც თინეიჯერია რა, 16-15. ხვდები ხო. მაგ დროსთან უფრო ადვილია რაღაცების ქვეშ მოქცევაც, ან მეც გქონია ეგ ასაკი და ვიცი რომ ყველაფერი მოქმედებს და რა თქმა უნდა, ახლა ბავშვს რო ესაუბრები, მარტივად აჯერებ, ასე ვფიქრობ რაღაცებს. მესმის. ხო და კაია, მე თქვენ უნდა გაგრძელოთ მეორე მხარის ჩვენება თქვენი მუსიკით და თქვენი სათქმელით ყოველთვის. ფაქტია, რომ დროსთან ერთად რაღაცები იცვლება. ქალაქში ზეირნობისას ბევრ ნაცნობს ხვდები. დღეც ნენელა დასასრულისკენ მიდის და მგონი მეც მზად ვარ დავსვა ის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელმაც თბილისიდან 200-ოდე კილომეტრის დაშორებით წამომიყვანა. ხო გითხარით რომ სუმახეს უსმენ რა. ხო და რაღაც კი თუ აი რაღაც ფიქრები მებადება ხოლმე ყველა ჯერზე რა. ტექსტებს უსმენ, რაღაცა მელოდიები და როგორც იწყება ალბომი, მახე როგორც იწყება. დგავარ იქ, სადაც არავინ დგას. სად დგას კაზი, სადაც არავინ არ დგას. პირველ რიგში უფრო დავიწყებ იქიდან რომ საიდან ეგ ფრაზა საიდან გაჩნდა რა. ეგეთი პროექტი არსებობდა სპანდერა და კომპარტია. რომელსაც ჰქონდათ გიორგი სპანდერაშვილი და ბესკა, იგივე DJ სექტა დღეს სამსახელით იცნობენ. ქუთაისელი მუსიკოსი. მათი პროექტი იყო და ერთ-ერთი ტრეკი ჰქონდათ, რომელსაც ერქვათ გარავინას. და მაგ ტრეკში აქვს გამოყენებული ეგ ფრაზა დგავარ იქ, სადაც არავინ დგას. იმ პერიოდში განსაკუთრებით როცა ეგენი მოღვაწეობდნენ მუსიკაში, იმ განმოსახედიდან უყურებდნენ და ცდილობდნენ დაენახებიათ მსმენელისთვისაც ის რეალობა, სადაც ცხოვრობდნენ, სადაც შეიძლება ვინმეს არ ნდომებოდა თავის დაყენება და
უფრო ეხება იმას, რომ ვიღას ისეთის ადგილზეც შეიძლება დააყენოთ თავი და იმის განმოსახედიდან შეხედოთ ცხოვრებას, ვის ადგილზე ყოფნასაც არავინ არ ისურვებდა, თუნდაც. ან პირიქით ისურვებდა, მაგრამ შეიძლება ან ვერ ყოფილიყო. ეს იყო ჩვენი შთაბეჭდილება პირველი, რაც მაგათი ტრეკიდან მოვისმინეთ და რამაც მე ზეგავლენა იქონია ჩვენს ტრეკზეც და გადმოვიტანეთ მათივე ნებართვით და ძალიან გამიხარდა ხა მაგის მოსვერიტო ბესკაც კარგად ვიცნობ ჯერ კიდე ევაში რო უკრავდა ზურასთან ერთად ბებაში აი 13 წლის ან 12 წლის ვიყავი მაგეთ ლაივს დავდიოდი ეხა რო რედისონია მან მგონი სასტუმრო ივერია რო იყო ადრე სასტუმრო მაგის ქვეშ იცის ქვეშაში იყო რაღაც საკონცერტო დარბაზი ხმამაღლიანად თქვა მე აი უჰაერო სივრცე სადაც მივდიოდით თავს ვაქნევდით რომ რაღაც როკი იყო ჩვენთვის აი მართლა ხსნა იმ პერიოდში რა ალბათ ყველა არტისტ, ყველა მუსიკოს, მხატვარს, მწერალს აქვს ეგ მომენტი, რომ აი სად არის ზღვარი, რომ უნდა გაჩერდე. არის თუ არა აუცილებელი, რომ ყველაფერი იყოს იდეალური. რაცა ბუნებრივი და ძალიან ლოგიკურია, რომ თვითონ აღქმა იდეალურობის ყველა სხვადასხვანაირად წარმოუდგენია. რაღაც წერის პროცესში გზნობ მუხს, რომელიც თავიდანვე გეუბნება, სადამდე შეიძლება გააგრძელო ეს ყველაფერი და სადამდე შეიძლება მიიყვანო. და ზოგადად არსის და იდეას ამ კონკრეტული მუსიკის ამ შემთხვევაში სკაზის მათ შორის სტრესსაც ზუსტად ბრძოლა არის იდეალებთან და წინააღმდეგობა იდეალების და მათ შორის მუსიკალური ფორმითაც თუნდაც, მათ შორის მუსიკალური, მათ შორის ავტორიტეტული თუნდაც და ასე შემდეგ ნებისმიერი მიმართულებით. და კიდევ ბევრ რამეს მოიცავს ეს. შესაბამისად უშუალოდ წერის დაწყების პროცესში რა მუხტიც იგრძნობა თუნდაც ჩემს ნოდოს ან ერეს ან დაფიკოს ან კოკოს თოკოს არა აქვს მნიშვნელობა მამუკას შორის თავიდანვე გასაგებია და გასაგები არის სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი სად შეიძლება გავჩერდეთ რისი თქმაც გვინდოდა ის ვთქვით თუ არა და როგორც გვინდა ჟღერს თუ არა ის შესაბამისად არ არსებობს არაფერი იდეალური ჩვენთვის და თუ არსებობს რაიმე იდეალური ვცდილობთ რომ არაიდეალური გახდეს განსაკუთრებით ჩვენ სიმღერებს თუ ეხება საქმე. კი ბატონო, მე როგორც სვედელი ვთვლი რომ იდეალურია თქვენი სიმღერები და მადლობა ამისთვის. არსებობს ხელობა და არსებობს ხელოვნება. ეს სიტყვები ტყუილად არ ჰგვანან ერთმანეთს, რაღაც საზიარო დნმ-ი აქვთ. ხელობაშიც არის ხელოვნება და პირიქით. ხელოვნებასაც სჭირდება ხელობა. ისე როგორც ტვინს გული და გულს ტვინი. სკაზის მთავარი საიდუმლო იარაღი ტელეფონის აპლიკაციაა. მათი ბოლო ალბომის ვოკალები სწორედ ასე ჩაიწერა, საძინებელ ოთახში. შეიძლება იფიქრო, რომ ეს უბრალოდ პანკია, სადაც ტექნიკას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მგონია, რომ პანკი თუ პოსტ-პანკი ხანდახან მალავს იმას, თუ რამდენად კარგად უნდა ფლობდე ხელობას, მართლა გულწრფელი და ჩამწვდომი სიმღერა რომ დაწერო. შემოქმედი ადამიანისთვის მთავარი მახე იდეალური ჟღერადობის ძიება კი არა, უბრალოდ დაწყებული საქმის მიტოვებაა, როცა იმდენად გეშინია რამე არასრულყოფილი არ გამოგივიდეს, რომ საბოლოოდ ადამიანების მეხსიერების მაგიერ შენი სიმღერები კომპიუტერის მეხსიერებაში რჩება. ახლა, როცა სკაზის მუსიკაში ეს დაუმუშავებელი დეტალები მესმის, უბრალოდ სტილს კი არა, გადაწყვეტილებას ვხედავ. გადაწყვეტილებას, რომ თავარია სათქმელი ითქვას. ალბათ, როცა სტუდიაში მივალ, პირველ რიგში ჩემს დაუსრულებელ ფოლდერს გავხსნი. იქნებ უბრალოდ ვცადო და ერთ-ერთი სიმღერა დავაექსპორტო. ისეთი, როგორიც არის. და თუ ვინმე დამიწერს კომენტარებში, რომ სნე არის 2 დეციბელით ხმამაღალია, ვუპასუხებ. მერე რა, ეგ პანკია.